მიხარია რომ ჩემი რუბრიკის სტუმარი ხართ. პირველ რიგში მაინტერესებს ბოლო დროს ძალიან ტრენდულია სახის მოვლის რუტინა. რატომ გახდა ბოლო დროს ასეთი პოპულარული? იმიტომ რომ 21 საუკუნეში ადამიანს მეტად აინტერესებს თავის გარეგნობა, იმიტომ რომ სახე ასე ვთქვათ ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდა, ადრე წლების წინ მე-20 საუკუნეში ასეთი ერთეულები თუ იყვნენ, დღევანდელ დღეს ყველას რა თქმა უნდა რომ წარაჩინოს თავისი თავი, მათ შორის თავისი გარეგნობით. შესაბამისად მეტი აქცენტი გადავიდა ამაზე. სახეს კი უვლიდნენ ყოველთვის ჩვენი ბებიების მშობლებს, მაგრამ აი ძალიან ბევრი საფეხურები აქვს მოვლის. დღესდღეობით სახის, ხო? შრატი და სხვა დამატებები. ფერუმარილი იყო ერთი ადრე და აუცილებელია ეს ამდენი საფეხური? უყურეთ, საფეხურებზე არ არის საუბარი. ხშირად ვამბობ ხოლმე და არ დავიღლები ამის გამეორებით, რომ ეს არის პირველ რიგში ჰიგიენა, ხო? და ჭირდება სამი ეტაპი. დაბანა, დატანიანება, დაცვა, რომელიც ადრე ასეთი აქტუალური ჩვენ ბებიებთან არის. რატო? არ არის მარტო მზის დამცავზე საუბარი ბოდიშით. მზის დამცავს SPF-ებს, რასაც ჩვენ ვეძახით, იქ ყოველთვის არის იმის ელემენტები ჩაშვებული, რომელიც გარეგანი ზემოქმედებისა, გარდა ულტრაისფერის სხივისგანაც არის დამცავი ელემენტები. ეს არის ქარი, სიცივე, ტოქსიკური ჰაერი, მოგეხსენებათ, ხო? კანი აბსოლუტურად აუცილებელი. მთელი ჩვენ რომ ვამბობთ, რომ ცუდი ჰაერია და ჩვენს ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს, ეს იწოვება პირველ რიგში კანიდან. ხო, შესაბამისად გვიწევს დაცვა. ადრე ეს ელემენტი არის. რას უნდა შეიცავდეს კარგი დამცავი? კარგი დამცავი რას ნიშნავს? გააჩნია ვისთვის და რისთვის? აი, წაგან რაზეც ვსაუბრობდით, თუნდაც აი მზეში, ქარში, რა უნდა წავიღოთ იმისთვის, რომ კარგად დავიცვათ კანი. მთავარი შემადგენლობა რა არის? უყურეთ, პირველ რიგში ეს დამცავები კიდევ ერთხელ დაუბრუნდები იმას, რომ ყოველთვის შეიცავენ ულტრაისფერის სხივისგან დაცვას, ხო? იქ მაჩვენებლებია დაუშვათ 15, 20, 30, 50, მაგრამ ასევე ყოველთვის მან შედის ხოლმე ასევე ელემენტები, რომლებიც ზოგი ცოტათი აპკს ქმნის სახეზე, იმის გამო რომ ეს გარეგანი ზემოქმედება ნაკლები იყოს, ბევრს ეს არ სიამოვნებს და ალბათ ბევრისგან გაგიგიათ, რომ არ შემიძლია ზაფხულში ცხელა და ზამთარში დისკომფორტი. ალბათ ცხიმიანი კანი ვისაც აქვს მეტად არ შეიძლება. იცით, ცხიმიანი კანისთვის ახლა კოსმეტოლოგია შორს არის წასული, რა თქმა უნდა, უფრო თხელ სუბსტანციებს ამზადებს, მაგრამ მაინც ეს დისკომფორტი არის. მსუყულს პაციენტებს ვეუბნები, მესმის რომ ეს თქვენთვის დისკომფორტია, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა, რომ დაიცვა თქვენი თავი. შეაჩეროთ, ასე ვთქვათ, ეს სწრაფი დაბერების პროცესი. იმიტომ რომ ადრე თუ მაგალითად მეცნიერები და რა ვიცი, ჩვენი სპეციალობა გვეუბნებოდა, რომ ადამიანის სიბერის პროცესი იწყება დაახლოებით 25-26 წლიდან, დღევანდელ დღეს ზაფხულში გამოქვეყნა ეს ამერიკული კვლევა იყო, რომ თურმე ესე იგი ქალბატონებში იწყება ეს პროცესი 22 წელში და მამაკაცებში 24-ში. სიბერე? სიბერე, კი, დაიწია. ეს არის მე ხმას აღარ ვიღებ, საერთოდ აღარ უნდა ვიყო აქ. მაშინ მეც უკან ქალბატონებნი, ანუ 22 წლიდან ჩვენ შეგვიძლია რაღაც საშუალებები მოვიხმაროთ, ხო და რომელი საშუალებებია ესენ რომ გურჩიოთ? 22 წლიდან ეს ნიშნავს ის, რომ ადრე მაგალითად საშუალებებს, რომელსაც ჰქონდა მარკირება, ეხლა რომ ძალიან ესე თქვენ რაღაცებში არ შევიდეთ, ანტი-ეიჯი, ხო? ჩვენ რეკომენდაციას უწევდით 26, 28 წლის შემდეგ თამამად უწევდით რეკომენდაციას გამოსაყენებლად. დღევანდელ დღეს უკვე 22 წლის გოგო რომ მოვა, ასე ვთქვათ, ამ კვლევის თანახმად, მე მაქვს ვალდებულება მას გაუწიო რეკომენდაცია ანტი-ეიჯის საშუალებების გამოყენების. რასაც აქ მარკირება ანტი-ეიჯი. მან ბევრ რაღაცაში. არა და დაახლოებით ვიცით, რომ 35 პლუსიდან გამოიყენებოდა მსგავსი პროდუქტები. აბსოლუტურად. მაგრამ ყველაფერი გაახალგაზრდა. ხო, იმიტომ რომ ეკოლოგია არის ძალიან შეცვლილი, ეს არ ჩვენი ბრალია, არც დაუშვათ მარკეტინგული მიდგომა, ეს არის სამეცნიერო კვლევა, სადაც ჩვენ ვიგებთ, რომ ჩვენი ორგანიზმი სამწუხაროდ უფრო სწრაფად იწყებს დაბერების პროცესს. და ეს ამდენ პროდუქტს როცა ვიყენებთ ხოლმე, შესაბამისად ვაჩერებთ დაბერებას. კი ბატონო. მინიმუმ ვინარჩუნებთ. აუცილებლად უნდა გკითხოთ, მხოლოდ პროდუქტი გარეგანი გამოყენებით და ალბათ კვებითაც უნდა შევუწყოთ, ხო? რა თქმა უნდა, ეს არის კომპლექსი.
კანზე, ხო, სხეულზეც ასევე რატოა დღეს ესეთი პოპულარული ფიტნეს დარბაზები ვინ ცხოვრებაში ბოდიში და დივანიდან არ ამდგარა, დღეს აბსოლუტურად ყველა არის შესული, ხო, ფიტნეს დარბაზებში. რატო? იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა კომპლექსია. წყლის მიღება, იგივე რაღაცა შინაურული კოლაგენებს რო აკეთებენ და რაღაცა ვიღაცა ჟელეს მოხარშავს, ვიღაცა ხა შინაარს ერთი და იგივეს მიიღებს, ვიღაცას ურჩევნია მზა დანამატი, იმიტომ რომ დაუშვათ არ სურს ეს. იმიტომ რომ კოლაგენს აქვს ალტერნატივა, ეს არის ბუნებრივი საშუალება, ასე ვთქვათ, რომელზეც ყველა შეუძლია სახში გააკეთოთ. უბრალოდ ყველა სადღაც გვეჩქარება და ამიტომაც მიმართავთ, ასე ვთქვათ, ქიმიურ დანამატებს. და რომელი ასაკიდან უნდა დავიწყოთ კანის პროცედურები? რას გვირჩევთ? პროცედურები თუ მოვლა? ბიორევიტალიზაცია იგივე. უყურეთ, პროცედურები ეს არის ძალიან ინდივიდუალური. ამას წყვიტავს ექიმი, როცა მიდიხარ სპეციალისტთან. რომ დაბერდებით კი ბატონო, 22 წლიდან რომ მობრძანდებით სპეციალისტთან, ის შეაფასებს თქვენ მდგომარეობას. ახლა მე ზოგადად ვერ ვისაუბრებ ამაზე. კანზეა დამოკიდებული ერთი. რა თქმა უნდა და ასევე ორგანიზმის მდგომარეობაზე, იმიტომ რომ ახლა მე მინახია პაციენტები 45 წლის ასაკში, რომლებიც დაუშვათ მისი ასე ვთქვათ კლასიფიკაციით მისი კანის დაახლოებით 30-35 წლის და იცით რა არის ბატონო უტოლდება მაჩვენებელს. აი ხშირად არის ხოლმე რომ ჩემს ირგვლივ აი გულწრფელად მართლა საპნით იბანე სახის კანს და მე ამ შემთხვევაში ძალიან ბევრ საფეხურს გავდივარ ხოლმე ეს არ ვიცი ზოგისთვის ცუდია ხა თუნდაც ბოლო დროს მივხვდი რომ ორი პროდუქტი შეიძლება გამოვიყენო თურმე და არ არის საჭირო ეს 9 რაღაცის გამოყენება და საპნით იბანს კანს არაფერი არ აწუხებს არც აკნე არც გამონაყარი და მე ამ შემთხვევაში ძალიან მწვალობ თან საერცხე საპონზე გაქვს მეგონია შენ საუბარი ხო დავდივარ კოსმეტოლოგთან დავდივარ ვიკეთებ სხვადასხვა პროცედურებს, მაგრამ ცოტა ხანი მიჩერდება და შემდეგ ისევ აქტიურად. აი თქვენივე შეკითხვაში არის პასუხი. ცოტა ხანი მიჩერდება, ისევ მიბრუნდება. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ დაიბადეთ ესეთი კანით. ამიტომაც აი იცით რა ძალიან ბევრს მიწევს ხოლმე ახლა კი გვაქვს იმედი რომ ახლა მივალ და რადიკალურად რაღაცას შევცვლი სპეციალისტთან, ხო? და მისი დახმარებით, მაგრამ უყურეთ სულ ყოველთვის არის რაღაც აი რაც მოყვება თავიდან, ხო? არის ვიღაცა კიდევ ერთხელ გყავთ მეგობარი, რომელიც თქვენი ასაკის არის დაახლოებით თქვენაირი ცხოვრების წესი აქვს. იმას სხვანაირ მდგომარეობა, თქვენ სხვა, იმიტომ რომ თქვენ ესეთი ტიპის კანი გაქვთ და ესეთი მდგომარეობაა თქვენთან, მასთან სხვა მდგომარეობა. ამიტომაც ეს ერთიანად შედარება რაღაცის, ანუ გენეტიკას ვერ დაუდგები წინ. აი ეს მინდა ვთქვა. ამიტომაც უნდა შეირჩეს თქვენთვის ის დაუშვათ რაღაც თქვენი კონკრეტულად მოვლა იქნება, პროცედურა იქნება. აქვე შემიძლია დავამატო, რომ გადაჭარბებული გინდათ პროცედურების ჩატარება, გინდათ ჩარევები რეგულარული და აი ეს რასაც ჩვენ ვეძახით ბრძოლას რო იწყება 5 პილინგი, 3 წმენდა, რაღაც აგრესიული ლაზერული პროცედურები, აი ამდენი რაოდენობით, ხო? მე რა ვიცი, ასე მინდა ვიხმარო ეს თქვა კატეგორიულად წინააღმდეგია. იმიტომ რომ უკუ შედეგს ვიღებთ. აი აქვე გკითხავთ პილინგსაც შევახეთ და აი პილინგები რამდენად არის მიზანშეწონილი აკნეს დროს? უყურეთ, აკნე როცა არის გამწვავებულ ფორმაში, არანაირი პილინგები არ ტარდება, არანაირი საერთოდ ეს არის დაავადება, როცა ის არის გამწვავების სტადიაში, მაგ შემთხვევაში არანაირი პროცედურა არ ტარდება, ტარდება მკურნალობა. აკნესი ამ შემთხვევაში. აკნეს კონკრეტულად აკნეს მკურნალობა. როცა აკნე უკვე გადადის რემისიის პერიოდში, ხო, ნუ ხვდებით ალბათ ვიზუალურად ცოტა დაწყან. აქ უკვე შესაძლებელია არა მარტო პილინგები, ოღონდ ეს ის პილინგები არ არის, რომელიც პაციენტს წარმოუდგენია, რომ წავისვამ და კანი ამიშრევდება და მერე კაი კანი წამოვა. კი, ეს არის პილინგის დანიშნულება, მაგრამ ის შემადგენლობა, რომელიც მას აქვს, იქ ძირითადად მუშაობს უკვე ისეთ საშუალებები, რომელიც ცხიმის დაქვეითებაზე მუშაობენ, მაგალითად BHA მჟავეები, ხო? ეს არის შესული. ასევე ზედაპირის AHA-ის ალფა გიდროქსიკისლოტი, ასევე შესული. მანდარი კომბინაციები, რთული კომბინაციები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში აგრესიები. ბევრს უყვარს აგრესიული პილინგი. მესმის ერთი კვირა დადიხართ იფურჩქნები. გამიკეთებია ძალიან ხშირად. კი ბატონო, 28 დღე იქნები ძალიან ლამაზი გოგო, კრიალა. სახეთ 28 დღის შემდეგ პროცესი დაიწყება ახლიდან.
გისვამთ შეკითხვას, გიღირდათ ეს 28 დღე. მოდით რბილად გააკეთეთ, ნაკლები რეაბილიტაცია გექნებათ, ყველას გვეჩქარება, სად არის საშუალება, რომ ერთი კვირა მაგალითად სახლში იჯდეთ, ხო ვერ გახვიდეთ, ჯობია გააკეთოთ რბილი. ზუსტად აღწერა, ახლა ჩამდგომარება, ერთსაც ვკითხავ თუ შეიძლება. აკნე მხოლოდ პრეპარატებით იკურნება თუ ამ შემთხვევაში შეგვიძლია მაგალითად CV პლაზმა გავიკეთოთ, ასევე სხვადასხვა პროცედურები, ამაზეც რომ გითხრათ. უყურეთ, აკნე არის დერმატოლოგიური დაავადება, კანის დაავადება. გააჩნია რა სტადია, არ იკურნება არაფრით გარდა წამლისა. ეს შეიძლება იყოს დაუშვათ სუბუქის საშუალო სტადია, რეტინოიდები შეგვიძლია გამოვიყენოთ ზედაპირული რეტინოიდები, თუ ეს არის უკვე საშუალო და მძიმე სტადია, უკვე ზემოთავდივართ, აქ უკვე ერთვება ექიმი, დერმატოლოგი და არა კოსმეტოლოგი რაღაც სილამაზის კლინიკაში, არამედ ექიმი, დერმატოლოგი, რომელიც უკვე სისტემურ რეტინოიდებს ნიშნავს, ეს არის დასალევის საშუალებები. იმიტომ რომ დღევანდელ დღეს არის ეს საშუალებები, ადრე არ იყო, არის და რა თქმა უნდა ექიმი ჩაერთვება. ექიმი რო დაამთავრებს თავის საქმეს, მერე უკვე ვერთვებით ჩვენ კოსმეტოლოგები, აქ უკვე ცივპლაზმის იქნება, იმიტომ რომ ეს ატროფიულის პრობლემა არის ყველაზე მეტი პილინგს თუ შეუძლია დაუშვათ პოსტაკნე ლაქებზე იმუშაობს, ატროფიულზე რომელიც ძალიან არასასიამოვნოა ვიზუალურად განსაკუთრებით გოგოებისთვის, აქ უკვე აპარატული მეთოდები, მათ შორის ცივპლაზმით შეგვიძლია გამოვასწოროთ. მადლობა ამ მომწორავებას ხებისთვის. მოდი ნაოჭებსაც დაუბრუნდეთ. დაუბრუნდით თუ შეიძლება, მეც მაინტერესებდა. კრემები, კოლაგენის შემცვლელი და ასე შემდეგ. მართლა აქვს ეფექტი თუ აუცილებელია რაღაცა შიგნიდანაც მივიღოთ. ზოგი ამბობს არ შველის კოლაგენის კრემები. ზოგი ამბობს რომ კარგია. აი ხა მოდი ამაზე ვისაუბროთ. კი ბატონო, დასახელება კოლაგენის ყოველთვის ასოცირდება იმასთან, რომ ეს შეგვძენს ჩვენ ელასტიურობას. მაგრამ უყურეთ, საცხებში, სადაც აწერია, რომ შეიცავს კოლაგენს, აბსოლუტურად ყველგან არის ყველაზე მეტი დამატენიანებელი ფაქტორი. კი ბატონო. ამიტომაც ეხლა კოლაგენის როგორც დანამატის მიღება, რომელიც სიმკვრივეს ემსახურება კანის და კოლაგენი, რომელიც საცხშია, რომელიც უფრო ტენზე მუშაობს, ნუ დატენიანებთ, მოგეხსენებათ ხომ, მშრალი თუ აკანი დაატენიანებთ და ნაკლებად ჩანს ეს ნაოჭი. აი ეს ორი სხვაობაა. კი ბატონო. ჰიალურონი, აი ზოგჯერ არის რომ აი კოლაგენი არა, ჰიალურონი უფრო გაძლევს რაღაცა ლიფტინგის ეფექტს, როგორ ამბობს არასწორად. ჰიალურონი. ხო, ჰიალურონი, კი, აბსოლუტურად სწორად. ამ შემთხვევაში აი ამაზეც რო გითხრათ, რამდენად ეფექტური არის ჰიალურონი. ჰიალურონის შემცვლელი მე მეტყოლება ზუსტია რომ შემცვლელი კრემები. კი ბატონო, ჰიალურონის შემცველი კრემი, ეს არის აი რამოდენიმე დღეს ვსაუბრობდი მაგაზე, ეს არის ის უნივერსალური საშუალება, რომელიც უხდება ყველას. ცხიმიან კანს, მშრალ კანს, მოზარდს, ასაკოვანს. ეს არის ყველაზე ასე ვთქვათ, უვნებელი ზომიერად სასარგებლო საშუალება, რომლის აი შეძენის დროს, ხო, აი დაუშვათ, როცა არის ადამიანმა რა უნდა და რა ტიპის კანი აქვს, მაგ შემთხვევაში, ხო, უნივერსალური საშუალება, ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ რო არიცით რა გააკეთოთ, სანამ დააშავებთ ჰიალურონს მიმართეთ. ნაოჭებისთვის ყველაზე კარგი პროდუქტი რომელია? რა შეიძლება გააჩნია რა ნაოჭია? რეტინოლი, კოლაგენი, რას გვერჩავთ? უყურეთ, ნაოჭი გააჩნია მიმიკური ნაოჭები, როცა გაგუშტა დამწყებებისთვის. აი 22 წლიდან, მოდი ასე ვთქვათ, ხო? უყურეთ, არის ორი ტიპის ნაოჭი. ერთი არის მიმიკური ნაოჭი, მეორე არის სიმშრალით გამოწვეული ნაოჭი. ორივეზე გითხარით მაშინ. კი ბატონო. რაც ხდება მიმიკურზე, ძირითადად, რა თქმა უნდა, ეხლა ზედაპირული საშუალებები ეს არის რეტინოიდების ჯგუფი, ასე დავარქმევ ამას. იმიტომ რომ ისინი მუშაობენ უჯრედზე, ასევე არის პეპტიდები, პეპტიდებს სხვა კატეგორია აქვს და ეს პეპტიდები რა არის? პეპტიდები ეს არის ძალიან პატარა, ასე ვთქვათ, ნაწილაკები, რომლებიც აღწევენ ასევე როგორც რეტინოიდები ღრმა ფენებს და იქ აძლევენ უჯრედებს ბრძანებას. გააჩნია რისი მატარებელია, ზოგი პეპტიდი შეიძლება საკვების მატარებელი იყოს, საკვები მიუტანოს, ზოგი შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, სიგნალურ პეპტიდს ვეძახით, რომელიც მივა და ეტყვის, რომ ეხლა დაიწყე ჯანსაღად უფრო ახალგაზრდულად მუშაობა, ნუ ეხლა ეს ფილად რო ვთქვათ. ამიტომაც პეპტიდი ასრულებს ამ ფუნქციას, რომ აიძულოს უჯრედის ჯანსაღად იმუშაოს და რეტინოიდი. აი ეს ორი საშუალება. ეს რაც ეხება მიმიკურ ნაოჭებს.
ნაოჭებს. რაც ეხება სიმშრალით გამოწვეულ ნაოჭებს, აქ პირდაპირ მიზეზი სუყოულთვის არის, ესე იგი, ეს არის შეიძლება იყოს შინაგანი მდგომარეობა, იმიტომ რომ ნუ გვავიწყება, რომ ვიტამინების და მინერალების დეფიციტები დღევანდელ დღეს იმდენად გავრცელებულია, რომ ზედაპირზე მუშაობა შეიძლება არაფერი არ მოგცეს დაუშვათ საცხების და იგივე ჰიალურონის გამოყენება, თუ ჩვენ გვაქვს რაღაც დისბალანსი. ამასაც სუყოულთვის უნდა გაუწიოთ ანგარიში და გქონდეს ეს კონტროლზე. იმიტომ რომ აი მაგალითად სიმშრალით გამოწვეული, ხო, იგივე ნაოჭები და ესე ძალიან ხშირად აი ფაქტურად არ ვიცი 60-70%-ში, როცა დაუშვათ ნიშნავთ, რომ ხომ რაღაც დეფიციტები ვეკითხები, არის ხომ შეიძლება რკინის დეფიციტი იყოს, ფერიტინის, ვიტამინ D-ის დეფიციტი. მოკლედ აუცილებლად უნდა გავარკვევთ შინაგანად თუ აი დაუშვათ ხმარობ საშუალებებს და არ გშველით, მაგ შემთხვევაში უკვე შეგვაქაიჭვე, რომ აქ ცოტა რაღაც შეგნდა. ძალიან დიდი მადლობა. მინუს მივაკითხავთ და ვერ. კი, აუცილებლად. მეც მაგას ვაპირებ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა საინტერესო რეკომენდაციებისთვის, პასუხებისთვის.